დღეს ჩვენ საქმე მოციქულთან უნდა წავიკითხოთ, მივედით ღვთის შეწევნით მე-16 თავს. ახლა სანამ დავიწყებთ სამოციქულოს, საქმე მოციქულოს კითხვას, კიდე შეგახსენებთ, ის ახლა შეიძლება ის ხალხი, ვინც შეიძლება პირველად მოგვისმენოს იმათაც რო იცოდნენ, ესე იგი, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ საქმე მოციქულთას განმარტავთ სრულყოფილად და ყველა წმინდა მამის მოსაზრებას ამა თუ ის მოხდან დაკავშირებით ვამბობთ. ჩვენი მიზანია, რომ წავიკითხოთ ერთად წმინდა წერილი, რაც ჩვენ ცხოვრებაში გამოგვადგება, ყველაფერი გამოგვადგება, თუმცა საჭირო უფრო აქტუალური, მხოლოდ იმ საკითხებზე ვაკეთებთ აქცენტს. რა თქმა უნდა, ახლა წმინდა მამების სწავლებასაც ამა თუ ის საკითხთან რაც ვაჟღერეთ, უბრალოდ ამას ახლა არ გვაქვს პრეტენზია, რომ ამით ჩვენ ყველაფერი ამოუწყურავთ საქმე მოციქულთას და ჩვენი განმარტებით, როგორც ყველაფერი ამოიწევთ, ჩვენი განმარტება ეს არც არის, ესეც წმინდა მამათა მოსაზრებები და აზრები საქმე მოციქულთასთან დაკავშირებით რა. და მოიწია დერბეთ და ხურიასთანა და ჰაესერა მოწაფე ვინმე იყო მონ სახელი ტიმოთეოს ზე დედაკაცისა ხურიისა მორწმუნისა და მამისა წარმართეს პავლე მოციქული მივიდა ესეთ ქალაქთან დერბათ და უსტა და იქ მე ერთი ახალგაზრდა შეხვდა ტიმოთე ერქვა რომელიც დედა იყო ებრაელი ხოლო მამა ყავდა წარმართი რომელი ეწამებოდა ხურიათაგან ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათან ამისა სათნო უჩნდა პავლეს მისთანა განსვლა და მოიყვანა და წინადასვიდა მას ხურიათა მათვით რომელი იყვნენ მათ ადგილთა რამე თუ უწყოდეს ყოველთა ვითამე წარმართ იყო მამა იმისი და ჩვენ ვიხედავით რომ პავლე მოციქული ტიმოთეს წინადაცვითავს წინადაცვეთა თქვენ იცით იყო აუცილებელი პირობა იმისა რომ ადამიანს წოდებოდა ებრაელი ანუ ებრაელი თუ გინდა ყოფილიყავი ხურია აუცილებლად იუდეველი უნდა ყოფილიყავი წინადაცვეთილი და წინადაცვეთის ჟული ღმერთმა მიცა აბა თუ გახსოვთ ვის პირველად ვის უთხრა ღმერთმა რომ წინა დაიცვიდე შენს სახლეულებს და ყველას აბრაამმა მიიღო ეს ღვთისგან კურთხევა რომ თუ შენ გინდა რჩეული ერიშვილი იყო აუცილებლად უნდა იყო წინადაცვეთილი და ჩვენ როგორც ვიცით დაბადების წიგნიდან ხო აბრაამის ისტორიიდან აბრაამმა თვითონაც დაიცვითაო წინა დაიცვითაო თავის შვილებსო და მეტიც თუ გახსოვთ აბა კიდევ ვინ დაცვით და ყველა თავისი სახლეული წინადაცვითაო ანუ აბრაამს ყავდა წარმართებიც რომლებიც მისი ქვეშემდგომები იყვნენ გახსოვთ ლოთის ისტორიაც ალბათ რა ლოთი რომელიც დასახლდა სოდომში თან და გომორთან და როდესაც ქოდოლა გომორის მეფეები იქ მოკავშირე მეფეები დაესხნენ თავს სოდომთა გომორთა წარმოქმნეს სოდომი და წაიყვანეს ლოთი თავისი სახლეული და რა გავაკეთა აბრაამის რო გაიგო თავის წაიყვანო თავის სახლეულიო სულიო 318-ეო ხო გახსოვთ და მე რომ დაამარცხა ქოდოლა გომორი და უკან დაბრუნდა და მე მელქისედეკ შეწირა მსხვერპლი ნუ ახლა ამას ვაღარ გავაგრძელოთ უბრალოდ 318 მიტო ვახსენე რომ ძალიან ბევრი ის ყავდა ხალხი ყავდა აბრაამს სულ ყველა წინადაცვიდა ამით წმინდა მამები გვასწავლიან რომ წარმართების წინადაცვეთით და არაებრაელების წინადაცვეთით ღმერთმა აჩვენა რომ ახალი აღთქმით იმიტომ ძველი აღთქმა ხო წინასახეებია ყველაფერი ახალი აღთქმის და აბრაამის ისტორია წინადაცვეთის ისტორია იყო წინასახე იმისა რომ უკვე ახალი აღთქმის ეკლესიაში ვისაც ჰქონდა აქ სურვილი ყველას მიიღებენ ანუ ყველასთვის კარი გაღებული ახალი აღთქმის ეკლესია ძველი აღთქმის ეკლესიის წევრები ვინ იყვნენ მხოლოდ ებრაელები განსაკუთრებით გამკაცდა იუდაური ჟულის მიღება გარკვეული პერიოდის შემდეგ როდესაც მოხდა რეფორმაცია დაბრუნდნენ ბაბილონის წყევებიდან ებრაელები და მე უფრო გამკაცეს და მხოლოდ ებრაელებს ღებულობდა თუ არ იყავი დაბადებული ებრაელიად ფაქტობრივად იუდეველი ვერ გახდებოდი ძალიან გართულებულია ახლა რომ ადამიანი გახდეს უბრალოდ ებრაელი ხო იუდეველი და მეტიც ახლა იუდეველები მისიასაც არ აწარმოებენ ანუ არ ქადაგებენ თავის შვილს არ ცდილობენ მოქცევას ადამიანს როგორც ახლა დადიან რასელი სექტის მიმდევრები ხო არიან ახლა და იქ მორმონები დათას ვიღაცეები იქ კათოლიკები ცდილობენ ხალხის მოქცევას ვითომ თავის ჭკუაზე თავის ჯულზე იქ ისლამის მიმდევრები ქადაგებენ რომ გახდეთ მუსლიმანი ასეთი მისია ანუ ადამიანების იუდაიზმში მიყარ არ ხდება ებრაული ჟულით რა ესე არის ებრაული ტრადიციით უნდა დაიბადო შენ თუ გინდა იყო იუდეველი უნდა დაიბადო ებრაელად მოკლედ ასეა რა თქმა უნდა არიან პროზელიტები მიღებული მაგრამ ძალიან გართულებულია მოკლედ იუდეველი რო გახდეს ადამიანი რა არ არის გაღებული ჩაკეტილი
რელიგიური ჯგუფი არის ეს და აბრაამის წინადაცვეთით და საფლეულის წინადაცვეთით ღმერთმა გაჩვენა ახალი აღთქმის ეკლესიაში ყველასთვის გაღებულია კარი. ცოტა გამიგზავნა საუბარი და იმისთვის ებრაელი ჩართული იყო და ებრაელის მოესმინა ვიღაცასთვის აუცილებლად ის უნდა ყოფილიყო წინადაცვეთილი. თუ წინადაცვეთილი არ იყო, ის იყო მათთვის უწმინდური და შესაბამისად ტიმოთეს იმითო დაცვითა წინ პავლე მოციქულმა, რომ ტიმოთე ქადაგებდა ებრაელებს, ებრაელებს ისინი რომ მიიღო. ხოლმე დაკინა გამომდინარე, თორე ჩვენ გვახსოვს, რომ ესე იგი და ჩვენ ვიცით, რომ პირველ მოციქულთა კრებაზე პირდაპირ იყო განჩინება, რომ არ უნდა ვაიძულოთ ადამიანებს, რომ დაიცვან შული იუდაიზმის, იუდაური, იმიტომ გახსოვთ, აბა რამდენი მცნება უნდა დაეცვათ ებრაელებს, ღმერთმა ხო მოსეს 10 მცნება მიცა, მაგრამ მოსეს ხუთწიგნეული რომ შეისწავლეს სწავლულებმა, რამდენი მცნება დათვალეს. ხო, აი 600 ზუსტად რო დავაზუსტოთ, 653 დაუთვლია. და ეს ყოფილა როგორ არის დაყოფილი თურმე რა. ესე იგი 365 არის ამკრძალავი ცნება და რამდენი დარჩა კიდე 278 და ეს როგორ არის ახლა შემთხვევით არ არის ციფრები. ებრაელები რას ამბობენ ახლა? როგორც წელიწადში არის 365 დღე და არაფერი აცვლის მას. და 278 თურმე რა ყოფილა რა? ადამიანის ძვლები და სახსრები რო დაითვალო, გამოდის თული 278. ასე არის რა, როგორც ვიცი და როგორც არ შეიძლება წელიწადში დღეების რაოდენობა და ადამიანში ძვლების და სახსრების რაოდენობა, ისე არ შეიძლება ჩვენი ჯულიო. გამიგეთ? აი ესე იყო ფაქტიურად ებრაელები ბოლოს ადამიანზე წინს ჯულს აყენებდნენ, იმ კანონებს აყენებდნენ და ფაქტიურად ისინი გამოვდიან ხალხად, რომელთვის ყველაზე მთავარი მერტი სწავლება, ზნეობა და რაღაცა კი არა, მთავარი ჯულის დაცვა. ყველაფერი პედანტურად პედანტიზმამდე იყო დასული. რა თქმა უნდა, ახლა ზნეობა და კარგი საქმეებიც აუცილებელი იყო, მაგრამ პედანტიზმამდე დაყვანილი რელიგიური მოქმედება იყო ესეთი ფორმა, რომელიცაც ვერავინ ვერ ასრულებდა აბსოლუტურად, რა. გამიგეთ? აი ესეთი ხალხი იყო, ასეთი ხალხისთვის აუცილებელი იყო, რომ ვიღაცა წინადაცვეთელი ყოფილიყო, რომ მოისმინეთ, ამიტომ წინადაცვითეს ტიმოთეს. დავითარცა განლილეს ქალაქებსა მას, ასევე მათ დამარხვა და მოძღვრებათა მათ დამტკიცებულთა მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელი იგი იყვნენ იერუსალიმშინა. ხოლო ეკლესია იგი გამტკიცდებოდა სარწმუნოებითა და შეეძინებოდა რიცხვსა მას თითი დღე. ანუ მოციქულთა ქადაგება გრძელდება, ეს პირველი ქრისტიანული თემის ისტორია არის, ხო გახსოვთ ახლა მოციქულების ქადაგების შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი უერთდებოდა ეკლესიას. დღესაც გრძელდება ეს ქადაგება, ვიდრე უფლის მეორედ მოსვლამდე, უფლის სიტყვის ქრისტიანობის ქადაგება უნდა გრძელდებოდეს და ვრცელდებოდეს, ხო? აბა სად მოგცა ამის ვალდებულება ღმერთმა და სად დაგვარიგა უფალმა, რომ აუცილებელია ქადაგება, აბა თუ გახსოვთ? ხო, სახარებაში, მათეს სახარების 22 თავში დაწერია, რა უთხრა მოციქულებს უფალმა, წადით და მოიმოწაფეთ ყოველი წარმართით და ნათელეცით მათ სახელით, მამის ძის და სულიწმინდის სახელით, ხო? ეს ქადაგება გრძელდება. და ასე იყო ადრე, უბრალოდ ახლა უბრალოდ კი არა, მაშინ მოციქულები ქადაგებდნენ, დღეს ახლა ჩვენ ქადაგებთ ახლა. შესაბამისად, მოციქულთა ქადაგება წარმატებული იყო, ჩვენ კიდე უბრალოდ როგორია ღმერთმა იცის რა. ჩვენ რა მოსაყვანი ვართ მოციქულებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც უნდა ვცდილობდით, ჩვენც უნდა ვცდილობდით და უნდა ვავრცელებდეთ ჭეშმარიტი რწმენას და უნდა ვქადაგებდეთ ისე, როგორც უფალმა ის დაგვიყვება. და მოვლეს ფრიგიაი და გალატელთა სოფელი და დაყენებული იყვნენ სული სამერწმენისა სიტყვისა მას ეაშინა. და მორაი ვიდეს იგინი მისუნდა აზმდებს წასვლად ითვინიან და არა უტევა მათ სულმან უფლისამან. დავითარცა თანაწაფლებს მისუნს შტავიდეს ტროა და თაკახლეთი რაღაც არის. ანუ სულმა წმინდამ არ გაუშვა ეკო რა. მე ასეთი რაღაცა მახსოვს, რომ ესე იგი ის ადგილები, სადაც უნდა წასულიყო პავლე, იყო გამზადებული სხვა მოციქულისთვის. სხვა მოციქული უნდა წასულიყო და შესაბამისად ღმერთმა იქ უთხრა პავლეს არ წახვიდე, იქ სხვა წავა რა. გამიგეთ? ამით ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა არის, რომ ჩვენ ადამიანები უნდა ვცევდეთ პატივს სხვა ადამიანის უფლებას. იცით როგორ არის მაგალითად ქვეყნის სუვერენიტეტს რატომ უნდა ცეპატივი? ხალხი ცხოვრობს რა და იმ ხალხს ასე ცხოვრება უნდა რა. და დღეს ახლა ხო იმპერიალისტური ქვეყნები რო არიან. ესე იგი შენ უნდა იცხოვრო ისე, როგორც მათ უნდათ რა. ხო და ეს არ არის მართალი რა.
ადამიანებს ახლა მაგალითად ახლა იქ ნიდერლანდებში უნდათ რომ მათ ჰქონდეთ ესე იგი რაღაცა ფარდების ქუჩას უსახიან როგორც წითელი ფარებით რაღაცა რა ზუსტად არ ვიცი ახლა შეიძლება შემიშალოს არის სპეციალური ქუჩა სადაც საშინელი რაღაცები ხდება იქ არავინ არ აკეთებს ამას ეს უნდათ ახლა რა კი ბატონო რა და ღმერთი უშვებს ამას ეს ახლა არ იფიქროთ რომ ზოგი რო ამბობს რომ ყველაფერი ღვთისნებით ხდება არ ხდება ყველაფერი ამ ქვეყანაზე ღვთისნებით ღვთის დაშვებით ხდება უნდა ადამიანს ასე უნდა და უნდა რა ანუ ჩვენ ახლა უნდა ვეცადოთ ახლა ქრისტიანებმა რომ ვიქადაგოთ მოუწოდოთ მაგრამ ადამიანი თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი ჩვენ არ გვაქვს უფლება ვინმეს ამე დავაძალოთ ახლა რა მოწოდება სწორი მაგალითის ჩვენება სიტყვით და საქმით ჩვენი ვალდებულება დანარჩენი ახლა თუ ადამიანს არ უნდა ეს მისი უფლებაა რა მაგრამ ეს ანიშნავს რომ რაღა მისი უფლება და მას ასე უნდა შენ ახლა ის უნდა მოიწონო და თქვა რომ კარგია არა კი ბატონო ასე უნდა ასე იყოს მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ცოდვა და კარგი საქმეა რა და ჩვენებასა ღამისასა ეჩვენა პავლეს კაცი ვინმე მაკედონელი დგა და ევედრებოდა მას ეტყოდა წიაღ მოგვალე მაკედონიათა შემეწიე ჩვენ ვინ კაცია საუბარი ჩვენ ვიცით წმინდა წერილიდან რომ ანგელოზები ყავთ ვის ერებს ქვეყნებს ესე მაკედონიელებსაც ყავდათ მიჩენილი ანგელოზი რომელიც ევედრება პავლეს რომ ჩამოდიოდა უქადაგიან ხალხს გახსოვთ თქვენ როგორც მახსოვთ ბიბლიაში წერია რომ როდესაც ერთ-ერთი ბიბლიური მამა ტოვებდა ახლა რო არ შემიშალოს არ ვიტყვი სახელს იმიტომ რაღაც უხერხებაში ვაჩავარდე მე რიკათო გამახსენე დაუსრულებლად ვიტყვით გადმიდიოდი ერთი ადგილიდან მეორე და იმ ქვეყნის ანგელოზი არ უშვებდაო მას რატო არ უშვებდა იცი იმიტომ რომ უნდოდა რომ იმ ერში დარჩენილიყო რომ ის ფარველობის ქვეშ რომელი ერი მის ფარველობის ქვეშ იყო და უნდოდა ამ წმინდა კაცის ქადაგებით ისინი მოქცეულიყვნენ რა გამიგეთ ასე რომ ჩვენ ერსაც საქართველოსაც ყავს ფარველი ანგელოზი ჩვენ ერს ქართველებს და ის ევედრება დღენია და ღმერთს რომ ჩვენ ქართველები ამ ქვეყანაში ცხოვრები ადამიანები გამოსწორდეთ და სწორი ქრისტიანული ცხოვრებით ვიცხოვრეთ რა და ვითარცა ჩვენება იგი იხილა პავლე ვისრაფეთ მეხსევლად განსვლად მაკედონიად გულისხმა ყავთ რამე თუ მუნ მიჩინა ჩვენ უფალმან ხარებად მათდა ავხედით ნავსა და აქ ვიხედებით პავლე მოციქულის მორჩილებას ის ღებულობს ღვთისგან ბრძანებას და მას ემორჩილება ხო ჩვენს გვაძლევს ხოლმე ღმერთი ბრძანებებს რომელსაც არ ვასვით მაგალითისთვის შეიძლება იფიქროთ რომ მე ხარავინა გამომცხადებია რა უნდა გავაკეთო რა ჩვენ გამოგვეცხადა უფალი მოვიდა ქვეყანაზე იქადაგა ჯვარზე გაიკრა დაეფლა ამაღლდა ამაღლების დღესასწაული ვიზიებმეთ და თავის სწავლებები მოგცა წმინდა წერილში წმინდა წერილში წერია რომ ქრისტიანი სულ უნდა ეზიარებოდეს სიგრძეში ეკლესიაში უნდა დადიოდეს უნდა ამბობდეს აღსარებას უნდა უყვარდეს ღმერთი უნდა უყვარდეს ადამიანები და მოდი შევასრულოთ ახლა ეს ამას რო შევასრულებ და ყველაფერს თუ შევასრულებ მერწმუნეთ რომ ღმერთი კიდე მოგცეს დავალება თუ ამას შევასრულებ აუცილებლად ღმერთი კიდე გამოგვეცხადება ახლა რა ალბათ რა მაგრამ ჯერე შევასრულოთ ახლა ამას ვასრულებთ ვერ ვასრულებთ და შესაბამისად კიდე რაღაცებს აღარ უნდა ვიხოდეთ რა ახვედით ნავსა და წარვედით მართ მივიწიფნეთ სამოთრაკეთა ხვალისაგან ახალ ქალაქად და მიერ ზოგადად ახალ ქალაქი არ იფიქროთ ახლა თავისთავად ახლა ეს ხუმრობით ჩვენ ახალ ქალაქი არ არის რა ნეაპოლიც არის ესეთი ის რა რომელიც ახალი ქალაქი არის იტალიაში მოკლედ ახალ დაარსებულ ქალაქს ეს იყო ასე წესი და ახალი ქალაქი ერქვა რა და მიერ ფილიპე რომელი იგი პირველი ნაწილი მაკედონიისა ქალაქი კოლონია ხოლო ვიყვენით მას ქალაქსა შინა და ვიქცეოდით დღეთა რაოდენთამე და დღესა შაბათსა განვიდით გარეშე ქალაქის ამას მდინარის კიდესა და იგი საგონებელი იყო ლოცვისა შეწივაი და დავსხედით და ვეტყოდით დედათამად რომელი მოსულიყეს ასე იგი პავლე მოციქული დადიოდა ყველგან ქადაგებდა სადაც ადამიანი იყო სადაც სურვილი ჰქონდათ ქადაგების მოსმენის ჩვენც ამ ქრისტიანები მზად უნდა ვიყოთ უფლის სიტყვის საქადაგებლად განსაკუთრებით სასულიერებს ეხება ეს და ჩვენ არავინ და არაფერ არ უნდა გვაყოლოს და ვიცოდოთ რომ ეს სიტყვა ადამიანებზე მივიყვანოთ თქვენს მოწონი ადამიანებსაც გაქვთ ვალდებულება რომ საკუთარი საქმით ადამიანებს ეკლესიისგან მოუწოდოთ და თუ საჭირო იქნება სიტყვითაც რა თქმა უნდა დაამოწმოთ და დედაკაცი ერთი სახელით ლუდია ძოწეულის მოფარდული ქალაქისა თვიატირისაი მსახური ღმრთისა იყო მუნდა ესმოდა რომლისა იგი უფალმან განუყო გული მორჩილებად სიტყვათა პავლეს მიერ თქმულთა ერთ-ერთი ქალის ისტორიას რომელსაც სახელად ერქვა ლუდია ვისმენთ ახლა და ვითარცა ნათელიღო მან და სახლმან მისმან
და ახლა აქ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცას გავაკეთებ კიდე პატარა გავჩერდეთ ცოტა ხან ესე იგი როდესაც საუბარია მისმა სახლმაო ასე ამბობენ რომ ზოგადად ძველად ოჯახები იყო ძალიან მრავალრიცხოვანი ოჯახები იყო სადაც რამოდენიმე თაობის ადამიანები ერთად ცხოვრობდნენ ბებიები ბაბუები ესე იგი შვილები მათი ესე შვილიშვილები შვილთაშვილები ანუ როდესაც სახლეული ითმოდა იქ გულისხმობა პატარებიც გულისხმობა და ერთ-ერთი მტკიცებულება რომ პატარების ნათლობა აუცილებელია ერთ-ერთი მტკიცებულება ის შეიძლება მოვიყვანოთ რომ როდესაც პავლე ნათლობს თელ სახლეულს ნათლობს ანუ პატარა ბავშვები სინათლებიან გვახსოვს ჩვენ ეკლესიის ისტორიაში იყო მომენტი როდესაც პატარების ნათლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ და ამბობდნენ რომ ჯერ ჩავარდეს გონებაში და მე მოინათლოს და სამწუხაროდ დღესაც იკრებს ზოგ-ზოგიერთ ადამიანში და რაც გარკვეულ ჯგუფებში ეს მოსაზრება რომ პატარა არ უნდა მონათლო, გაიზარდოს თვითონ გააკეთოს არჩევანი და ასე რაც არ არის და ამბობენ არგუმენტად რომ ძველად ასე არ იყო, რაც ტყუილი ახლა. ეს საკმაოდ სიკურთაში ვკითხულობთ რომ თელმა სახლეულმა მოინათლა და სახლეულში ყველა იგულისხმება დიდიც და პატარაც რა. ნიტყოდ უკეთო შევერასხე მე მორწმუნეთ უფლისა შემოვედით თავად ვანად შემდა და მუნ დადგერით და გვალი და გვაიძულა ჩვენ დაინახე სტუმართ მოყარეობა რომ პავლე მოციქულმა რო ეს მსახურება აღასრულა ოჯახმა რომელმაც მიიყუნა თელი ესე იგი ფაქტიურად იძულების წესით კი არა ანუ ძალიან შეეხვეწა მეტყობა თხოვა და ვეღარ უთხრეს უარი და პავლე შევიდა მათთან ანუ კიდე ერთი მომენტია კიდე რომ როდესაც ადამიანი ვიღაცა პატივს ქცევს ან ვიღაცა მოდის ჩვენთან პატივი უნდა გაუშალოს სუფრა რამდენიც შეგიძლია ახლა სუფრაზე რაც დააწყობდა რა იქნება ამას არ აქვს იმიშნობა რომ თავარი მთელი გულით მიიღო ადამიანი და გამომასპინძლდე რა ანუ გამასპინძლდება ადამიანის დაპატიჟება სახლში რა თქმა უნდა შეიძლება და სასულიერო პირით შეიძლება მივიდეს ოჯახში როდესაც რაიმე კარგი მაგალითად ნათლობა ხდება ხო ნათლობა არის და როცა დაკვატიჟებენ თუ ცალია სასულიერო პირი ზააკოფლება მივიდა პავლე მოციქული მივიდა ახლა და ჩვენ რა მეტი ვართ ახლა პავლეზე ხო უბრალოდ აქ ერთი რა არის რომ ჟულის კანონი რომ ეს არის კანონთა კრებული რომელიც არეგულირებს ესე იგი სასულიერო პირების ერის ადამიანების ამ ქვეყანაზე ცხოვრებას იქ წერია რომ სასულიერო პირი უნდა მოერიდოს ღრეობებზე სიარულს ახლა რა იქ მე რესტორნებში თუ იქ ძალიან ისეთი ვაქანალი არის და იქ დრომა და ცეკვა თამაში სიგარეტი რაღაც უკვე სიგარეტი მოგენ აკრძალული ახლა არც ვიცი მე ხო მოგენ აკრძალეს დარბაზებში ხო ეს რომ არ იყოს იქ ცოტა ისეთი სიტუაციებია რომ ჯობია სასულიერო პირი მოერიდოს მაგრამ თუ ახლა მორწმუნე ადამიანები სახლში დაგიძახებენ რო აკურთხებს სახლს უბრალოდ გაგიშლიან ახლა თელი გულით და სულით უნდა რომ გაგიმასპინძლდნენ მოდელი ახლა უნდა გაჩერდეს იქ ერთი ორი სიტყვად უნდა ანუ გეშოს და ის პატივისცემა დააფასოს რომელიც ადამიანებმა მის მიმართ აი სუფრის გაშლით პატივისცემით გამოხატეს რა და იყო ვითარცა წავიდოდეს ჩვენ ბლოცვად მხევალი ვინმე წინა შემოვთხრია ჩვენ რომლისა თან იყო სული პითონი რომელი არის მისნობისაი რომლისაგან სარეწავი დიდძალი შევიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მისთა ანუ ფაქტიურად მისანი ანუ მკითხავი ადამიანზე ეშმაკეულ ადამიანზე ზოგადად ახლა დღესაც მოდაშია ახლა ეს მისნობა მჭყიბაობა მკითხაობა და ესეთი მჭყიბაობის და მისნობის ერთ-ერთი ესეთი სანიმუშო მაგალითი არის ეგრეთ წოდებული ასტროლოგია ახლა რა მე ვიცი რომ ადამიანები დილაც რო იღვიძებენ თავის ასტროლოგიურ კალენდარს ჩაჩერებიან და მეტიც კერძო კალენდარს ასტროლოგიუსაც აკეთებიებენ არიან ვიღაც ბრასკოლიცხების ასტროლოგები რომლებიც ადამიანი შეიძლება მიხვიდე და რაღაცას დაგიწეს ახლა და ადამიანი ფაქტიურად როცა იღვიძებს და იმის კითხულობს და იმით აღამებს და იმის ათინებს რა ესეთი სამწუხარო რაღაცა არის ახლა დღეს ანუ აღარ არის ახლა ისე კი დღესაც არიან მისნები და მჭყიბავები და მკითხავები და ჯადოების გამკეთებლები მაგრამ დინათ მოდაში არ არის რაღაც ესეთი გათანამედროვებული ფორმა მკითხაობის არის ეს ეგრეთ წოდებული ასტროლოგია ესე მისდევდა პავლეს და ჩვენ ხმობდა და ეთყოდა ესე კაცნი მონარი არიან ღვთისანი მაღლისანი რომელი გახარებდნენ თქვენ გზათა ცხოვრებისა და დაინახეთ ეს ჯადოქარი რასაც აკეთებს რა პავლეზე ეძახის ღვთისკაცი არის ესეო რა კითხავთან რომ მიდიხარ რას გეუბნებიან კითხავები აბა ზოგიერთ უთქია რომ კითხავთან მივედიო მამაო და იქ სანთელი ენთო იქ ხატები ეკიდა ასე მითხავ წადი ტაძარში სანთელი დაანთე ეს ახალი ამბავი კი არა აი დაინახე რას აკეთებს ის ჯადოქარი პავლეს მიდევდა და თან იძახოდა ესო ღვთისკაცი არისო რა და ახლა პავლე რას აკეთებს და ამას ეთყობდა დღეთა მრავალთა
განრისხნა პავლე და მიექცა სულსამას უკეთურსა და თქვა გამცნევ შენ სახელითა იესო ქრისტესითა გასვლად მაგისგან და განვიდა მასვე ჟამსა ვითარცა იხილეს და ინახე პავლე მოციქული გაემიჯნა ამ ყველაფერს რა ეშმაკის ამ ღაღადებას გაემიჯნა და ვიდა ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ როდესაც ვიღაცა გვეუბნება რომ იცი რა გრაკალში არის ახლა გამოწრთობილი კითხავი რომელიც ახლა გეტყვის შენ ყველაფერს წარსულს და რა უნდა გააკეთო უნდა წახვიდე არ უნდა წახვიდე რა ვითარცა იხილეს უფალთა მის დედაკაცისა და თან ხარს იყენებდნენ ვიღაცეები დღეს როგორც ახლა თქვენ ხო იცით რაზე კლანები არიან რომლებიც ფარველობენ ვიღაცას მე იქიდან ფული შედი და ასეთი რაღაცა იყო სინდიკატივით რა რამე თუ განსულ იყო სასუება სარეწავისა მათისა ფულის საშოვი დაკარგეს როდესაც ეს ქალი ამ ბოროტის სულისგან ნებული განთავისუფლდა ამ ბოროტებისაგან რა და შეიპყრეს პავლე და შილა და პავლესთან ერთად იყო მოციქული და მიზიდვიდეს მათ ურაკპარაკად მთავართა მათ და მოგვარნეს იგინი ერისთავთა მათ და თქვეს ესე კაცნი აღზრუნენ ქალაქსა ამას ჩვენსა ხურიანი არიან და მიუთხრემ ჟულსა რომელი არა ჯერას ჩვენ და თავსდებათ არც აქ ვქნათ რამე თუ ჩვენ კაცნი ხრომნი ვართ და დაინახე ფული რო